გამარჯობა. მოგესალმებით პაუზის შემდეგ, რომელიც გამოწვეული იყო, რომ კბილი ამომიღეს და ეს ანთებული ყბა ნელ-ნელა დამიცხრა. მანამდე ვერც გავბედავდი ვიდეოთი გამოჩენას. და კიდევ სანამ ჩემს თემას დავიწყებ, შეგახსენებთ, რამდენად ღირებული ჩვენი ჯანმრთელობა არის და ამ გაზაფხულზე აუცილებლად უნდა გავაკეთოთ რიგი რაღაცები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ჩვენს ჯანმრთელობას წაადგება. და ერთი პატარა ვიდეო რამდენიმე კვირის წინაც დავდე. მოკლედ გისურვებთ თქვენს განწყობაზე, თქვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე კარგ ზრუნვას, რადგან ჯანმრთელობის გარეშე ჩვენი ცხოვრებით კმაყოფილება წარმოუდგენელია. ახლა კი მინდა სანამ ჩემს თემებს დაუბრუნდები, მოკლედ მოგახსენოთ ჩემი სიტუაცია აქ გერმანიაში და გერმანიის არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე საინტერესო რამე მოკლედ პატარა ვიდეოში მოგიყვეთ. მოგეხსენებათ, არჩევნები იყო 23 თებერვალს, ეს იყო ვადაზე ადრე დანიშნული არჩევნები და დაადასტურა, რომ გერმანიის მთავრობა მართველი წრე და კანცლერი შეიცვალა. არჩევნების შედეგებს გაჩვენებთ ახლა პარლამენტის ადგილების განაწილებას, მაგრამ ეს თქვენს გეცოდინებათ, მე უფრო სხვა რაღაცაზე მინდა ყურადღება გაგიმახვილოთ. მაგრამ მაინც მოდი ვნახოთ შედეგებზე ადგილების განაწილება. აბა, ხო, ესე იგი, ნახეთ, ხედავთ თქვენ, რომ ეს არის აქეთან მხარე, მემარცხენე პირველი 64 ადგილი რომ აქვს და მათ წარმატებული არჩევნები ჰქონდათ, გონი 3 თუ 4%-დან და 5%-ის არის ზღვარი, ნახეთ 8%-ზე 8-ს გადაცდნენ. შემდეგ აი ეს მართველი პარტია კანცლერი შოლცით, რომელიც მათ მარცხი განიცადა, მათ ძალიან ბევრი ხმები დაკარგეს და ასევე მასთან ერთად მართველი პარტია მწვანეების პარტია, რომლებიც ორივე პარტია არის მემარცხენე, აი ეს ამ გლობალისტური მიმართულების, ფსევდოგლობალური მიმართულების, ამ ორივე პარტია ძალიან მკაცრად მხარს უჭერდა სავალდებულო აცრის დაკანონებას, ასევე მიმარცხენეებთან ერთად. გაიმარჯვა აი ამ დიდმა სახალხო პარტიამ, რომელიც არის სოციალ-დემოკრატების პარტია, ეს იყო ჰელმუტ კოლის და ასევე მერკელის პარტია. 208 ადგილი აქვთ, როგორც ხედავთ. ეს პარტია არის, კონსერვატულად ითვლება, მაგრამ ბოლო ხანებში ძალიან გაძლიერებული მემარცხენე ფრთა აქვს და მათ ვინც კონსერვატორად თვლის თავს, თავიანთი ფრთაც კი ჩამოაყალიბეს. და ეს არის ალტერნატივა გერმანიისათვის. ეს პარტია ჩამოყალიბდა როგორც პროტესტის პარტია და ხედავთ, რომ მათ აქვთ 152 ადგილი. ეს ის პარტია, რომელსაც ელონ მასკმა მხარი დაუჭერა ძალიან, აი ეს არის კონსერვატიული პარტია. მემარჯვენე მიმართულების აბრალებენ კი, რომ ისინი არიან ექსტრემისტები, ეს ასე არ არის, არც პროგრამით და არც ქცევით. კონკრეტულ მაგალითებს ახლა აღარ მოვიყვან, იმიტომ თქვენ ახლა ალბათ არ ხართ დაინტერესებული ხალ გერმანიის შიდა საქმეებით და მე კი აი ამ პარტიის პროგრამას და მათ განვითარებას წლებია, თითქმის 10 წლეულია უკვე ძალიან ინტენსიურად თვალყურს ვადევნებ. ეხლა რა მოხდება? ნახეთ, მერცი, რომელიც არის შეფი ამ პარტიის, ესე იგი ყოფილი მერკელის და ჰელმუტ კოლის პარტიის, ეს შავი ფერის რაც არის, უარს ამბობს აი ამ ალტერნატივასთან, აი ამ ცისფერთან თანამშრომლობაზე, რადგან
იცით, ახსნა არის, რომ ჩვენ რასისტებთან არ თანამშრომლობთ და ეს პარტია ნამდვილად არ არის რასისტული, მე როგორც უცხოელი ხომ უნდა მithumetes დაკვირვებული უცხოელი ხომ უნდა ხვდებოდე და არის რასისტული თუ არა, ისე რომ ეს არის მოგონილი საყვედური, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს და აი, იძულებული გახდება, რომ მთავრობის შესაქმნელად, აი ისევ შოლცის პარტიას მიუბრუნდეს. და შოლცის პარტია წინააღმდეგია საზღვრების, ასე ვთქვათ, ჩაკეტვაზე არ არის ლაპარაკი, ჩაკეტვას კი ვამბობთ, მაგრამ იგულისხმება, რომ შემოწმების და ასევე ამ უსაზღვრო მიგრაციის ესე გაგრძელებით, რომელიც თითქმის ყოველდღე რაღაც ტრაგედიებს ქმნის გერმანიაში, რასაკვირველია. ჩემნაირად არსებობენ წესიერი მოწესრიგებული მშრომელი მიგრანტები, მაგრამ აი ამ რაოდენობაში საკმაოდ დიდი არის ის არქეტიპები, რომლებიც პრობლემას ქმნიან. და ამიტომაც პროგნოზი არის და მოდი ახლა ვიტყვით ჩემს პროგნოზს, რომ აი ეს შავი და წითელი ერთად დიდხანს ვერ გასტანს და ვერც რამე ცვლილებებს ვერ მოიტანს. აი ვაძლევ ერთ წელს ვადას, რომ აი ერთი წელი თუ გასვლეს კიდევ კარგად გაუძლიათ და ვნახოთ ერთი წელიც ხო დამთავრდება, ეხლა მე პოლიტიკური კომენტატორი არ ვარ, მაგრამ აი ამ დაკვირვებიდან გამომდინარე ხალხს უნდა ცვლილება და ამათი კომბინაცია იმ ცვლილებას არ მისცემს. აი ეს არის ჩემი აზრი და ეძახიან აი ამ პარტიის გარიყვას ეძახიან ცეცხლის გალავნის სტრატეგიას, რომ არავინ არ უნდა ითანამშრომლოს მათთან, არადა პარტია არის დემოკრატიული საწყისებზე და თვითონ ეს ქცევა არის ჩემი აზრით არადემოკრატიული. მოკლედ დაუბრუნდეთ ეხა ჩემს ვიყავი წასული ამ ჩემი შეშუპებული ყბით ვიყავი წასული არჩევნებზე. ჩემთან ახლოს იყო და იცით, ეს ფურცელი რომ მივიტანე, სადაც მომცეს მე საარჩევნო ფურცელზე რომ უნდა იყო აქ ლოკალური და ასევე პარლამენტის არჩევნები და ორი ჯურის გაკეთების საშუალება იყო. და ეხლა გეტყვით ეს რომ გავაკეთე ფაქტიურად ისე რომ ესეთი კაბინასავით იყო, შემდეგ იყო რაღაც უზარმაზარი პლასმასის ურნა და იქ ჩავაქთე. ძალიან გამიკვირდა რომ არანაირი პასპორტი არც საფოთი არ მომთხოვეს. ჩემი ფურცელი რომ ვინმესთვის მიმეცა, მასაც შეეცლო წასულიყო და ხმა მიეცა მისთვის, ვისთვისაც უნდოდა. იმიტომ აბსოლუტურად არანაირი არც შეკითხვა, არც შემოწმება, არც არაფერი არ იყო. და ეს იყო მთელი გერმანიის მასშტაბით. და ეს განასხვავებს ალბათ თქვენთან ჩატარებული არჩევნებისაგან, იმიტომ როგორც მითხრეს, პირადობის გარეშე ვერ მიიღებდი მონაწილეობასო. შემდეგ მითხრეს გავიგე და ისიც უკვე კარგახანია ვიცი რომ ხმების დათვლის დროს გაქვს საშუალება რომ დაესწრო. და ვისარგებლე აი ამ უფლებითა ვკითხე შეიძლება რომ მოვიდე კი ბატონო მოგძანდითო და წავედი. 8 საათის საღამოს 6 საათზე დამთავრდა ხმის მიცემა და მე 3 საათის განმავლობაში ვიჭიქი წყნარად კუთხეში და ვაკვირდებოდი. და მინდა მოგიყვეთ როგორ დათვალეს ხმები აქ გერმანიაში, ჩრდილო გერმანიაში დანიის საზღვარზე. მანამდე კი, აი მე რომ გაჩვენეთ ეს გრაფიკი, იქ ქვემოთ დამოვიწყდა, ეხლა ალბათ შენიშნეთ, რომ ერთი ხმა უწერია ეს ვეს და ეს არის გერმანიის დანიური უმცირესობა, რომელსაც პარლამენტში იმისგან დამოუკიდებლად აქვს ხმები, საკმარისი ხმები თუ არა, მაინც ერთ ადგილს აძლევენ. და ახლა იმიტომ გამახსენდა რომ მივედი იქ ერთი ხელმძღვანელობდა ამ საქმეს ქალბატონი რომელიც აქცენტზე მივხვდი რომ დანიელი იყო, დანარჩენები იყვნენ აქ მცხოვრები ადამიანები და მოხდა ისე რომ
მაგიდები ერთმანეთს მიადგეს, აი ეს უზარმაზარი урна, რომელიც როგორც ნაგვის урна იყო ფაქტიურად ოღონდ სუფთა და კრიალა, გადმოაპირქვავეს ამ მაგიდაზე და ამ გროვიდან ყველამ დაიწყო ჯერ სორტირება. ხა სორტირება როგორ? ხო, ორი ფაქტიურად ეს პარტიები, რამდენი პარტიაც იყო, ამ ქაღალდზე იყო, ამ ფურცლზე იყო ჩამოყოლებული ორ გრაფად. ესე იგი, ერთი იყო პარლამენტის და მეორე იყო ლოკალური ეს პოლიტიკოსი, კონკრეტული პოლიტიკოსისათვის. ჯერ დაიწყეს გაცალკევება მათი, როცა ორივე ხმას ერთ და იგივე პარტიას აძლევს. ესე იგი, როცა ერთი პარტია იყო აღნიშნული, ესე იგი, ჯვარი დასმული ფურცელზე. ჯერ ეს გაგრძელდა რასაკვირველია, სულ ყველა იყო დაკავებული დაახლოებით 6-7 ადამიანი და ისინი აცალკევებდნენ ერთგვაროვანი, ესე იგი, ორივე ჯვარი ერთ პარტიას, ერთ მხარეს და როცა სხვადასხვა პარტიები იყო ერთ ფურცელზე აღნიშნული, მეორე მხარეს. ამას რომ მორჩნენ, შემდეგ გონი 6-7 პარტია იყო, სიმართლე ვთქვა, და მოვიწყდა დაიწყეს აი პირველი ჯგუფის, სადაც ორივე ჯვარი ერთ და იგივე პარტიაზე იყო დასმული, მათი სორტირება პარტიების მიხედვით. ამას რომ მორჩნენ, შემდეგ მიუბრუნდნენ მეორე ქაღალდების ფურცლების დასტანს, სადაც ფურცელზე ორი სხვადასხვა პარტია იყო და აი აქ ჯერ პირველ ხმებზე გააკეთეს სორტირება, შემდეგ მეორე ხმებზე აკეთებდნენ ისე, რომ ერთი რომ დაეთვლიდა, შემდეგ ამას მეორეც ითვლიდა და შედეგს მერე გადაამოწმებდნენ, თუ ორივეს დათვლილი დაემთხვეოდა, ესე იგი, სწორად დაითვალეს და ამას ნიშნავდნენ და იატაკზე იყო აი ესე განლაგებული პარტიების მიხედვით. ბოლოს ეს ყველაფერი რომ ჩათავდა და ამას დრო დაჭირდა, აღმოჩნდა რომ ორი ხმა სადღაც დაიკარგა. წარმოიდგინეთ, ადამიანები ვართ აი ესეთი ფოკუსირებით იმუშავეს როგორც ფუტკრებმა და ორი ხმა სადღაც გაქრა. დაიწყეს კიდევ სულ თავიდან ყველაფრის დათვლა. ისე დავიღალე თან სწორედ ახალი ამოღებული იყო ჩემი კბილი და წამალი ძალიან ინტენსიური გაყუჩება გამიკეთეს და ისევ მოქმედებ და კინაღამ სკამიდან ჩამოვარდი, მაგრამ ვიჯექი და ვაკვირდებოდი. დათვალეს კიდევ თავიდან, შემდეგ მოკლედ დარეკეს, რჩევაც კითხეს და რაღაც ახსნა მოუძებნეს აი ამ ორ ხმას, ხო? დაახლოებით რამდენიმე ბიულეტენის გაუქმება მოხდა, რადგან თუ რაღაც აღნიშნოს გააკეთებ ფურცელზე, ან გასაგებად ამ ჯვარს არ დასვამ ჯვარს თუ რას ვეძახით, ესე იგი, როცა წრეს გადახაზავ, აი ამ შემთხვევაში ხდება ისე, რომ ხო იყო დაახლოებით 6 ადამიანი და კითხულობდნენ, აი ეს ჩავთვალოთ გაუქმებულა თუ არა და იმის მიხედვით თუ უმეტესობა რა აზრის იყო, აი ასე მოქმედებდნენ. მე ცოტა მეუცხოვა, რომ ეს ყველაფერს ხელით, ესე რუტინულად ესე აკეთებდნენ, თუმცა შედეგი მაინც დაიდო. ახლა როცა ადამიანი და ფიქრო მანქანაც მუშაობს, მაგრამ განსაკუთრებით როცა ადამიანები მუშაობთ, ხედავთ აი რამდენიმე ხმის ხმა მაინც ხო, ის ორი ხმა რომ დაიკარგა და ამდენი ხანი დაჭირდათ ასახსნელად და ბოლოს რაღაც ახსნა მოუძებნეს, ეს არის რომ 100%-იან შედეგს ვერ მიიღებ, მაგრამ რაც შედეგი დაიდო, ის ძალიან საინტერესო იყო, ტელეფონით მოხდა აი ამ შედეგის გადაცემა და მეც დავტოვე და წამოვედი და შემდეგ გავიგე რომ უცხოეთში მცხოვრებმა გერმანელებმა საშუალება ვერ მიიღეს რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოთ. შეიძლება ზოგან მიიღეს საშუალება, მაგრამ ზოგან საერთოდ არ იყო იმის საშუალება, არა თუ რაღაც პატარა ადგილზე, არამედ სადაც ისინი კომპაქტურად ცხოვრობენ. და იცით, ეგეც ალბათ თქვენ თუ ჩემს ვიდეოებს თვალყურს ადევნებთ. აი უკვე
ნახეთ გერმანელი, რომელიც ბუნებით არის თავარი არქეტიპის მიხედვით ძალიან ორგანიზებული, ძალიან წესრიგის მოყვარული და ყველაფერს გაითვალისწინებს. აი, რამდენი ხანი იციან, რომ არჩევნები არის. ხო? და როგორ მოხდა ისე, რომ კომპაქტურად, სადაც ცხოვრობენ გერმანელები, მათ საშუალება არ მიეცათ არჩევნებში მონაწილეობის, არის სკანდალი. და ამას შეიძლება ჰქონდეს იურიდიული შედეგი, რადგან არჩევნებში 5%-იანი ზღვარი ვერ გადალახა, მაგალითად, სარა ვაგენკნეხტის, ეს არის მემარცხენე დაჯგუფება, მათმა პარტიამ რაღაც 13,500 გონია იმ ხმების გამო. და რასაკვირველია, 2 თვის განმავლობაში არის კიდევ საშუალება, რომ პარტიებმა გაასაჩივრონ თუ რაღაცა მიიჩნიეს არასწორად და ის, როგორც ვიცი, აპირებს გასაჩივრებას. და მან თუ გაასაჩივრა და თუ მათ, არ ვიცი რა, როგორ შეიძლება ამ საქმის მოგვარება, მე ესე გარკვეული არ ვარ და თუ 5%-იანი შეძლო მან პარლამენტში შემოსვლა, რაც ცოტა არარეალურად მეჩვენება, მაგრამ დაველოდოთ, უკვე სიტუაცია ძალიან შეიცვლება, რადგან ეს მემარცხენე პარტია არის სხვა მემარცხენეებისაგან განსხვავებით მშვიდობის და მალე დამყარების და ომის წინააღმდეგი. დანარჩენი პარტიები და ეს მთავარი გამარჯვებული პარტია, ეგრეთ წოდებული ყოფილი კონსერვატორული და ეხლა ცოტა გაუგებარია მათი პოზიციები ჩემთვის, რომ თქვა, რომ ისინი არც მემარცხენეები არ არიან, არც კონსერვატორები, სადღაც შუაში არიან. მაგრამ ეს შუაც არ არის გაწონასწორებული, ისინიც არიან უფრო მეტი იარაღის მიწოდების, უფრო ინტენსიურად უკრაინის დახმარების მომხრე და ეს კანც ვინც გაიმარჯვა მერცი აპირებს მაკრონთან და სტრამერთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობას და მოგახსენებთ, რომ ისინი უპირისპირდებიან ახლანდელი ამერიკის ახლად არჩეული ხელისუფლების პოლიტიკას გარკვეულწილად. ისე რომ ძალიან საინტერესო ამბები გველოდება, მე ყურადღებას ვადევნებ, მაგრამ ვცდილობ, რომ ძალიან ღრმად აღარ ჩავიხედო, იმიტომ იცით, არ არის ეს ინფორმაციები ისეთი დიდი იმედის მომცველი და იმიტომ მიყვარს ეს ოქროს შუალედი და აი ამ ოქროს შუალედს ნაკლებად აღვიქვამ, საითაც არ უნდა გავიხედო. ამიტომ მე პირადად ვცდილობ ბოლო ხანებში ჩემი ჯანმრთელობა და ფსიქიკა დავზოგო, რადგანაც ჩემი ჩახედვით იქ სიტუაცია არ შეიცვლება, ამიტომ რაც მხოლოდ ინფორმირებული რომ ვიყო. ბოლოს კი ძალიან საინტერესო რამეს გეტყვით, ვინც ჩემს ვიდეოებს თვალყურს ადევნებთ, მე ამ თემაზე ლაპარაკი, გერმანიაზე ლაპარაკი დავიწყე, ჩემი პირველი ვიდეოთი დაახლოებით აგვისტოში, წინა წლის აგვისტოში დავდე ვიდეო, ფასადის მიღმა ანტიფა. და იცით, რაც მე ვისაუბრე, აი ეს რაც ხდება, ყველაფერი მიდასტურებს იმ ჩემს დაკვირვებას. როცა გაჟღერდა, რომ შესაძლებელია აი ამ გამარჯვებულმა პარტიამ ალტერნატივ პარტიასთან, რასაც ვეძახით გერმანიის ალტერნატივა, ეს პარტია ცისფერი გრაფიკზე კოალიცია შეიძლება შექმნას, ძალიან დიდი გამოსვლები იყო აქ, იყო ანტიფას და რადიკალური მემარცხენეების მიერ. საერთოდ გერმანიაში ბოლო ხანებში ძალიან ბევრი გამოსვლებია და აი როგორც ეს გამოსვლები, ასევე გამოსვლები პალესტინასთან დაკავშირებით ძალიან ერთი და იგივე სცენარით იმართება. და ეს სცენარი არის, რომ ისინი არ ჩანან ისე, რომ იტყვან სპონტანურად რომ გამოვარდება ადამიანი ქუჩაში, არამედ
არის ყოველთვის პიროვნება, რომელიც რაღაც ტექსტებს, ლოზუნგებს ყვირის მეგაფონით და მთელი ეს ხელის ესეთი დიდი მოძრაობით და რაღაც აი დადგმულ, გაავარჯიშებულ, დატრენინგებულ სპექტაკლებს ძალიან ჰგავს, იმიტომ რომ ძალიან დიდი მსგავსებაა მათ შორის და თუ სხვადასხვა მიზეზისათვის იბრძვის, ცოტა განსხვავება უნდა იყოს, მით უმეტეს თუ სხვადასხვა ადამიანები დგანან ამ პროტესტების მიღმა. და მოხდა ძალიან საინტერესო, რომ აი ამ გამარჯვებულმა პარტიამ, სოციალ-დემოკრატებმა, გრაფაზე, რომელიც შავი ფერით იყო და ყველაზე მეტი ხმები მიიღო, მან ჯერ კიდევ ეხლანდ მთავრობას, იმიტომ მთავრობის გადაბარება არ მომხდარა, დაუსვა კითხვა, რომელიც არის ლეგიტიმური და რომელზეც მათ უნდა აუცილებლად პასუხი მისცენ, დაუსვა კითხვა NGO-ების, ესე იგი არასამთავრობო ორგანიზაციების და სახელებითაც ცნობილი არის ეს ხალხი, რომლებმაც მოაწყეს ეს ძალიან ინტენსიური და ისეთი აღშფოთებული გამოსვლები მათი დაფინანსების შესახებ, რადგან გაჟღერდა, რომ ძალიან ბევრი მათგანი და იყო კონკრეტულად მაგალითად ბებიები მემარჯვენების წინააღმდეგ და ასე შემდეგ, რომ ისინი ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან, პროექტების სახელები არის სხვა და ესე ცოტა მოვლით, მოვდით დაფინანსება. ესე იგი, რას ნიშნავს, რომ ეხლა მთავრობას შექმნილი აქვს თავისი აფინანსებს, თავის სასარგებლოდ მიმართულ აღშფოთებულ პროტესტის მოძრაობებს და ამათ ფულს უხდის. ესე იგი, ეს იმას ნიშნავს, რომ პოტენციალი ის, რაც გამოდის ეს თქვათ, აი მეგაფონია თუ სცენის მოწყობა თუ ყველაფერი, ეს ფინანსდება თვითონ გადასახადის, გადამხდელის ხარჯებიდან. და ამ კითხვას და ამ მოთხოვნას, რომელსაც თავის ლეგიტიმური ფორმა აქვს და მასზე პასუხს თავს ვერ აარიდებენ, ამ მემარცხენე პარტიებმა უწოდეს სამარცხვინო, უწოდეს წარმოუდგენელი დემოკრატიის მოწინააღმდეგე და აი როცა აი ასეთ პასუხებს იძლევიან იმის მაგივრად, რომ მისცენ საშუალება და დასაბუთებული პასუხი, უკვე ძალიან საინტერესო ხდება მოვალ ის პასუხი, რაც უკვე ყველამ ვიცით, რომ ეს პროტესტები ფინანსდება უმეტესად გადასახადის გადამხდელის თანხიდან, ესე იგი ბიუჯეტიდან და დემოკრატიაში კი ფუნქციონირება დემოკრატიაში კი ეს ასე არ უნდა იყოს. და აი, იცით, ამასთან დაკავშირებით ვიტყვი ამასთანაც შემეკითხა ვიღაცამ, რომ რა არისო ესო deep state რა არისო და მე ამ მოვინდომე ჩემთვის ერთი წინადადებით გამერკვია. Deep state არის, როცა შენ ქმნი სახელმწიფოში სახელმწიფოს. ეს ნიშნავს, რომ სამოქალაქო სექტორს აი ამ პროექტებით და დაფინანსებით შენ ისე აძლიერებ, რომ მათ ერთი სიტყვა ყოფნით, ერთი მინიშნება ყოფნით და უკვე იციან რა რეჟისურით გამოვიდნენ, რა იძახონ, მათ ისინი არიან ორგანიზებული და ამით შენს მოთხოვნებს, შენს არჩევანს, შენს მიმართულებას და აი ამ შემთხვევაში მემარცხენე გლობალისტურ მიმართულებას ინარჩუნებ, რადგან ეს ხალხი აქ გერმანიაში ოპოზიციას ფიზიკურად ისე ებრძვის, რომ აი ამ გერმანიის ალტერნატივა აი ამ პარტიის ხელმძღვანელი ალის ვაიდელი ამბობს, რომ იძულებულია შვეიცარიაში იცხოვროს, თუმცა გერმანიაში აქვს ოფიციალური საცხოვრებელი, რადგან მას იმის საშუალებაც არ აქვს, რომ სუპერმარკეტში შევიდეს ან თავისუფლად გადაადგილდეს. და ახლა აქედან გამომდინარე, ეს ნიშნავს, რომ ფიზიკურ ძალადობაზე არის ლაპარაკი, ეს ნიშნავს, რომ არის ძალიან ისეთ მანქანების მოთხოვნაზე, დაზიანებაზე, დაწვაზე, სახლის ფასადების დაზიანებაზე,
არიხებენ უკან ასევე ბავშვების წინაშე და ოჯახის წევრების შიკანირებაზე და ასე შემდეგ და აი ის არის ის, რასაც მე ვაკვირდები უკვე ძალიან ბევრი წლები არის და რაც ფიქრობ, რომ შორიდან არ ჩანს რა საკვირველია და აი ფიქრობ, რომ ეს არ უნდა მიეკუთვნებოდეს დემოკრატიას, რომელსაც ჰუმანურობის და თანასწორობის და მაღალი იდეალები აქვს და აცხადებს ამას ხმამაღლა. მოკლედ, აი ეს არის ჩემი მოკლე მიმოხილვა. დაველოდოთ რა მოხდება, ძალიან ყოველდღე ახალი რაღაცები მოდის ამერიკიდან და მე უკვე შევწყვიტე ამ ყველაფრის ჩახედვა ყოველდღე გაგების სურვილი, იმიტომ ფაქტიურად გამოდის შენი საქმე გვერდზე უნდა გადადო და უნდა იყო ამით დაკავშირებული. შემდგომში მინდა აი ჩემი ამ პაუზის შემდეგ ჩვენს თემაზე შემოგთავაზოთ ვიდეო მამაკაცის ყველაზე გავრცელებული არქეტიპი საქართველოში და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთვის იქნება ძალიან საინტერესო და ჩემთვის საინტერესო არის კიდევ იმ კუთხით, რომ რასაც გავაჟღერებ, თქვენ რამდენად დამედასტურებთ ამას და ასე რომ მომავალ შეხვედრამდე ახლა კი გისურვებთ მშვიდობას, სიკეთეს და ოქროს შუალედს. ეხლანდელი სიტუაციაც ეს თითოეულიანობაც გვეუბნება, რომ ყველაფერი კარგი არის, როცა ეს არის ოქროს შუალედში, ლამაზი თოვლიც, ქარიც, წვიმაც და გისურვებთ, რომ აი ეს ოქროს შუალედი თქვენს შიგნით, თქვენს განწყობაში გქონდეთ გათავისებული. კარგად ბრძანდებოდეთ, ნახვამდის.